აქ დამთავრდა ჩემი ფეხბურთი. მე შემიძლია ვითამაშო ფეხბურთი, მე შემიძლია მივიღო, მე შემიძლია დავარტყა, მე შემიძლია ლამაზი მოძრაობა გავაკეთო, რომლითაც მეტოქე ჩამოვიშორო, მაგრამ აი ყურე. აქ დამთავრდა ჩემი ფეხბურთი. აი ეს ბურთი მივიღე, წამოვედი, მაგარსაც დაგიგდებ. მაგარსაც მე იქით პირიქით პასი მესამეზე გამოგიშლი, მაგარსაც გავიხსნები ოღონდ აი ამ ტემპში. მაგრამ არაფერი არ შეიძლება, არც აქ მოსვლით, არც გუნდში დაბრუნებით, მაგრამ მე თუ აი ამ ბურთს მივიღებ, დავინახე, ხო ლუკა, დავაგდებ. და მე ისე მოუტრიალდები წამოვალ ჩემ დავალებას შევასრულებ. ანალოგიურად მათე რომ მომცემს პასს, მომეცი მათე. ამ ბურთს აი აქ დავხვდები, პირველივე შემხედრი ვიქნები, წინ წავალ. არა, ისე საფრთხეს რომ მართლა დავაგდე. წავედი სუმოძრაობა ისე მოუტრიალდი, ხო? ესე იგი, მე ამით ვაყალიბებ მთლიან ჩემ ორგანიზმს ერთი, რომ ვიყო ნებისმიერი მოძრაობისთვის, ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად და მე მეორე და პრინციპში ამ მეორეს პირველ ადგილზე გადმოვწევ. ვეჩვევი სწორ თამაშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვარჯიშობთ სათამაშო ტემპში. რომ მოვიგოთ თამაში მინიმუმ უნდა დავარბოდეთ, ხო ეგრეა? ეხა სირბილს უნდა დავამატოთ ბურთი. და ეს ორი ისე უნდა შევაერთოთ ერთმანეთთან, რომ ჩვენს მიერ დამუშავებული რაღაც კონკრეტული ხარისხი უკვე ავწიოთ და გადავზარდოთ ტემპში. ან რაღაცას რომ ლუკა აკეთებ კარგად, არ კმარა. უნდა გააკეთო კარგად დამატებული ტემპში, სწრაფად. რა მოქმედებებითაც, რა სისწრაფეებითაც დღევანდელი ფეხბურთი ითხოვს რომ შევასრულოთ. გავიგეთ?